დავიბადე ქალაქ ზუგდიდში. ვსწავლობდი თავიდან მესამე საშუალო სკოლაში, ხოლო მესამე კლასიდან ვიზამდა ვიცოლა მომიწვია მეურნეობაში, წარიჭრი ჩაის საბჭოთა მეურნეობაში. იმიტომ რომ ძალიან მოსწონდათ აქაური მასწავლებლები, არაჩვეულებრივი ადამიანები, ცოდნენ, თავის საგანი იცოდნენ უმაღლეს დონეზე და იცოდნენ ბავშვების სიყვარული. მე აქ დავამთავრე ეს სკოლა ოქროს მედალზე და ჩავირიცხე უგამოსდოდ სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტში, ჩავირიცხე უგამოსდოდ. ამ დროს იქ მუშაობდა ახალგაზრდა მასწავლებელი ორდენ მესხია. კარგი ლამაზი ბიჭი, ფასაშორის, უაღრესად ნიჭიერი. მე ასე მგონია, მაგას რუქა ჰქონდა მათემატიკის ტვინში, ასე მგონია რაღაცნაირად. ყველაფერი რო იცოდა, ყველაფერი არაჩვეულებრივად ხსნიდა, არაჩვეულებრივი იყო და ამან თხოვა, რომ როცა ქალაბარე მათემატიკის გამოსცა, სად მიდიხარ, სად შეგაქვს, მე ვუთხარი ისტორიულზე, მე ვუთხარი არა, შენ მათემატიკა ისე კარგად ჩააბარე, შენ წახვალ მათემატიკურზე და მე მოგაკითხავ ინსტიტუტში დამთავრების შემდეგ. რაღაც ყველაფერს ნიშნავდა ეს. მართლაც და დავამთავრე თუ არა, მეორე დღეს მომაკითხავ ინსტიტუტში და შექმნით ოჯახი. და დავიწყე მეურნეობაში მუშაობა საშუალო სკოლაში და შემდეგ მომადნო შეგვეძინა ქალ-ვაჟი მარინა მესხია, რომელიც მუშაობს თბილისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ახლა დაიცვა ხარისხი დოქტორის დიპლომი აიღო, წითელი დიპლომი აიღო, დაცვის დროს წითელი დიპლომი.
დიდი ხანი არაა. შემდეგ გააგრძელეს ალბათ კიდევ, ხოლო ჩემი მამუკა მუშაობდა თბილისში დაამთავრა, პოლიტექნიკური ინსტიტუტი თბილისში დაამთავრა და იქ რომ მოხდა ესე იგი აფხაზეთში საშინელი მდგომარეობა მოხდა მოსკოვში და ჩარიცხული იყო თბილისში ხარისხის ისიც ხარისხი უნდა დაესვა ყავდა იქ ნაცესარი და თხოვდა იმას სიხმისულიყო. ამის შემდეგ ჩემო ბატონო ის დარჩა მოსკოვში, იქ შექმნა ოჯახი, ყავს ვაჟიშვილი მე-10 კლასში. ძალიან კარგი ბიჭი, ყავს რუსი მეუღლე, მაგრამ არაჩვეულებრივი ადამიანები, სადაც არის რუსებშიც კარგია, ქართველებშიც კარგია, მეგრებშიც კარგია, ყველგანაა კარგი ადამიანი. არ ვთქვათ რომ ის რუსია, ის ისაა, ეს ისაა, ყველგანაა კარგი ადამიანი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, არაჩვეულებრივი, ყურადღებიანი. და ასე გავაგრძელე, მე ორდენი 87 წლის იყო რომ გარდაიცვალა. და ესა მოიწევა ბარძაყის შიდა ნაწილი და 7 წელი და 8 თვე იწვა. და ამას ვუვლიდი მე და ჩემი შვილები, რა თქმა უნდა, რაღაც თანხა სჭირდებოდა, სიყრა ხარ იყო და გარდაიცვალა უკვე მე-10 წელია რომ გარდაიცვალა. და ამის შემდეგ ვარ მე აქ და მივდიან აქ, არაფერს არ მაკლებენ და მისჩემენი აქ. ვიყავი 1-4 თვე თბილისში ყავს ჩვენ 4 ოთახიანი ბიძა გვაქვს, 1-4 ზამთარი გავატარე, მაგრამ მაინც ეს ვირჩი აქაური ჩემი სოფელი, ჩემს აგერ ჩვენი ნაცესარებთან მესხები მყავს, ორდენი ძმისშვილები მყავს, ორდენის 6 ყავს, 6 ყავს მეორეს და ამ შემთხვევაში ისინი მე ძალიან ყურადღებით მეპყრობიან. მალხაზ მშვენს ოჯახი, მამუკა მშვენს ოჯახი, ჩემთან არიან სულ, ჩემი მეზობლები ჩემთან არიან სულ. აი, ყოველდღე ჩემთან, ჩემი მეზობლები რო არ შემოვი, აქ გვაქვს ჩვენ კაფე ბარი. ყავის დავლებთ, აბა დაგადავრეკავთ, აბა შემოვდით, აბა დავიწყოთ და აქ ვარ ჩვენ თითქმის 2 საათამდე. მე ვიშლებით ხო და ასე ვატარებ დროს. არა მივშას ისე 90 წლისა ვარ, მაგრამ არ ვშვი მე ავამტყობას რაიმე ძირისად ავამტყობას. აი ასე ვატარებ დროს და ვეუბნები ამათ რომ 90 გადამიხადეთ, მე არ მინდოდა, იმიტომ რომ ძმა გარდამეცვალა და 27 ნოემბერს წლისავე გადამიხადეთ და რესტორანი, რისი რესტორანი, როგორ შეიძლება მეთქი? აქ მოვალთო და კაი ბატონო, მზადინ მეთქი და აქ ბევრი ისეთია, რომელიც სულ არ მომიშვებია. ისეთი მიზარია. ხო და აი ასეთნაირად და კაი მეგოცხარი, მეში მოიმზადეთ 100 წლის სავის კიდევ მოვთხარი. იმიტომ რომ რა არის 100 წელი ესა ერთი კაცის ნახტომია. ხო და უკვე 100 წელი ისეგავა რომ აი 100 წელზე კიდევ ასე მომზადდი და ცქეს მოხვალ და არ უნდა ამას დალეკვა იქიდან აქედან. აი ასეთნაირად შემოგარგო. ესაა ჩემი მოკლე ისტორია. ჩემ საყვარელ მასწავლებელს აზამას ფამაევნა გულით სულით გილოცავთ თქვენ დაბადების დღეს. ჩვენს გვიხარია თქვენ რო ხართ ასეთი ლამაზი, ასეთი დიპლომატი მასწავლებელი. დღემდე მახსოვს თქვენი სითბო, რაც თქვენი მადლი იყო სკოლაში. ყველას გვიყვარდი, რუსული სექტორს გინდათ, ქართულ სექტორს გინდათ, დღემდე ყველა ჩემი თანაკლასი, ვინც მირეკავს, კითხულობს, ფამაევნა როგორ არის, ფამაევნა, გული და სულით, მართლა. მაგარი მეუღლე იყავით, მაგარი ქალბატონი ხართ, სამაგალითო დედა, სამაგალითო მეუღლე, ყველაფერი ერთად. 100 წელიწადი კიდევ მიმელოცოს თქვენთვის. Сегодня для меня большая честь и огромная радость присутствовать на мероприятии, на 90-летии, юбилее нашей любимой тети Азы. Во-первых, это мама моего ближайшего друга. Во-вторых, учительница
И мы как одной семьей жили в совхозе. И до сегодняшнего дня на протяжении уже 45 лет, то, что я здесь не живу, живу в России, в Калуге, мы поддерживаем очень тесные, близкие отношения. Ну, что можно сказать? Это прекрасный возраст. Я очень рад видеть в таком состоянии, в таком хорошем расположении духа тетю Азу. И сегодня мы отметим, пожелаем дальнейшее. И также, чтобы еще, не знаю, еще столько же, как минимум, да. Да, еще 100 лет, да? И еще 100 лет обязательно. 10 лет их звоняют. Нет, 10 это до 100 еще. Потом еще. Сейчас мы запланируем. Да, Нет, да. 50 лет все, я не назад. Раньше გილოცავ დაბადების დღეს, მაგრამ ზოგჯერ ისე სიტუაციაში ვხვდები, ზოგ ადამიანს რო უკვე 60 გატაცებულს ადამიანს რო უცავ დაბადების დღეს, ზოგი იმედება რა მოსალოცე არისო, კაცო უკვე ბერდებიო და მოსალოცე არისო და მეუთხარი წელიწადში ერთხელ მაინც მოგილოცავს კაცი იტყვის სიტყვებს ისიც კაი მისაღებია მეთქი და ისა და დამეთანხმდა. შენ ისეთი ადამიანი ხარ 90 წელს რო გილოცავს, შენ იმდენ დიდ მადლობას ეუბნები ადამიანს, სულ ის იმას ნიშნავს, რომ შენ წლების არ გეშინია. ესაა მთავარი შენი ცხოვრების პრინციპი, რომელიც ჩვენს ეს გვაძლევს სტიმულს, ოპტიმიზმს. საერთოდ შეიძლება ოპტიმისტი ადამიანი იშვიათია. ეს იმიტომ კი არა დედა რო ხარ, საერთოდ ეს სულ ამას ამბობს, სულ ვის შენ სიძულვი ვარი. თუ რაღაცა ცუდ ხასიათზე ვარ, შენ რო დარეკავ, შენი კრიალა ხმით, ახალგაზრდა ხმით, ზოგს რო ესმის, ეს აგერ 90-ის წინ რაფერო ამისთან და კრიალა ხმის, კალბატონი 90. მერე ეს კარგი მეთქი, მაგრამ ახლა კომპიუტერიდან კიდე რაღაცებს გამოგიგზავნის მეთქი. რაფერ კომპიუტერით ისო კი? რატო ვამბობ რა? მე 60 წლის ვარ უკვე გადაწერებული შენი შვილი და ჩაფიქდები მართლა შიში მოდის უკვე ამ სიბერის და შენ რო გადახედავ სიბერის არ მეშინია ხო და დღევანდელი დღე მოდი ჩვენ ესე დავარქვა დღევანდელი დღე სიბერის არ გვეშინია იმიტომ რომ შენ არ გიშინია და ბებერი არაზოს არ იყავი ბებერი არ ახარ შენ ყოველთვის ხარ როგორ ამბობდი შენ ხანში შესული ადამიანი, არა? აი ესე ყოფილიყოს და დღევანდელი დღე სხვათაშორის იცით რა არის, ეს იყო დაგეგმილი საცხა 5 წლის უკან და როგორ დაიგეგმა ეს გეტყვით. აი ჩემ მეგობარი კარპი, აქ ზანგში რა ჩამოდის, ჩვენ ოჯახში, ჩემ გარეშე რაღაცა აი ეს ნეტი რომ ეტეხე რაღაცების სიტუაცია იყო, მაგარი ბებიაო, თბილისში რო დაგიზახეს ექიმებმა, ეს არის მაგარი ბებიაო და მართლა მაგარი ხარ. ხო და კარპომ უთხრა 90 წელს მე გადაგიხდიო. ხო და კარგიო დედამ უთხრა. ხო და შენ რო უთხარი კარგიო, ესე იგი შენ ეს მაგიკი ხას მაგალ სიტყვა რო თქვა, ეს სიტყვა დაპირება შეასრულა და შენ რო შეასრულე ეს დაპირება, ეს არის ასე ნიშნავს ეს არის სიტყვის პატრონი, ადამიანის სიტყვის პატრონი. რატო და სიტყვას დღეს შეგიძლია თქვა ბევრი რაღაცა და არ შეაპირა ადამიანს ისე რაღაცნაირად უთხრა ადამიანი კი მოეფერო მაგრამ შენ თუ თქვი შენ ეს გააკეთე და აცი ახლა დღეს დავგეგმა ჩვენ გავაკეთე იმას რომ თქვენ გადაგახდეთ 100 წლის მერთმა ქნას აი სიტყვის პატრონი ხარ და ესე იქნება მე ვილაპარაკო დაგახდეთ იქ ამით მერთმა გაგიგონოს სულ ყველას ჩვენ და მაგარი დედა ხარ. ეს ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, მაგარი მეზობელი ხარ, მაგარი მეგობარი ხარ, მაგარი მასწავლებელი, იყავი და ხარ კიდევაც და სულ იქნები მასწავლებელი ჩვენთვის, ყველასთვის, პატრებისთვის. დღეს რო შენ პატარა ბავშვებთან ჟრები ამოსანებს ხნი, ეს ხალისით, ეს შენ გიმატებს ჯანმრთელობას, ეს შენ გიმატებს სტიმულს
და ეს არის ნამდვილად სამაგალითო სულ ყველა ჩვენთვის და იმიტომ ვამბობ, რომ არაფერს არ მიშინია, არ ისინია არც ერთ ადამიანს შენ გადავხედოს. შენ ხარ ჩვენი ლოკომოტივი და ჩვენი სტიმული და უნდა იყო მრავალი წელი ჩვენთან ერთად და ესეთი ადამიანები როგორც შენ და ოცი. ეს ჩვენი დამსახურებაა. შენი დამსახურება პირველ რიგში. ეს შვილების დამსახურებაა. შვილების და ოჯახის დამსახურებაა. მე რამდენ წლამდე მოვედი, ეს ამთავარი. კარგი შვილი, კარგი сибере. Цуди შვილი, цуди сибере. Ასე არის. Самую красивую женщину и самую молодую поздравить. Можно, можно. Я вас поздравляю. Все будет хорошо. Კი, მე უღებს. Алло, გისმენთ ბატონო, გისმენთ. გისმენთ. რა მოვიდა? უიმე, მარკ, შენ ახალ მემო ეს მოსკოვიდან მარკ, ჩემი ბიჭი ვერ ჩამოვიდა. დიდი მადლობა ჩემო ბიჭი, დიდი მადლობა ჩემო კარგო. ძალიან მიყვარხარ, იცოდე, ხო იცი, ბებიებს ძალიან უყვართ შვილიშვილები და ბებიებს თქვენ უნდა სცეთ პატივი და ელაპარაკოთ, მოეფეროთ. მეტი ჩვენ არაფერი არ გვინდა მოფერების გარდა. აი მოგეფერ, შენ მოხვალ და რომ ეფერები და რომ ევნები ბებია და მე იცით რა, მე შენ ქართულს გასწავლი, ხო იცი? ძალიან კარგად ვსწავლობ ქართულს ტელევიზორიდან. ძალიან კარგად. დიდი მადლობა. ჩემო ლამაზო და კარგო. ჩემო სამაგალითო, უფრო ზორ ძალო. როგორ მიყვარხარ ერთი მინდა ნახო. ისე თუ გაგზნობინებ ბედნიერი ვარ, მაგრამ ნახვა მინდა ახლა გაიჭრას გული და როგორ ზიხარ შიგნით ჩემს გულში. იმისათვის რომ ხარ ძალიან კარგი ადამიანი. ძალიან კარგი ამგზდელი. არასდროს არ დამავიწყდება ბავშვებს არ დავაშორეო ერთ ჩვენი კაკაჩია ბავშვი მაშინ რაღაცა ის რო იყო ფულადი გადასახადი მაგას მშობელს როგორ ვაგზნობინებდიო ჩემსას დავდებდიო და ბავშვებს ჩამოვაშორებდიო ასე ყოფილა ბევრჯერ ძალიან მიხარია რომ ჩემი ახლობელი ხარ მესხების უფროსი ძალი ხარ და დიდხანს უნდა იყო ჩვენ სამაგალითოდ იმდენი რამე მაქვს ჩვენზე სალაპარაკო ასეთ მოკლე დროში აქეთ მომლოცველები ბლომა და აუხვა და გეფერები დიდი მადლობა ვინ ჩვენს გვერდით არ არის იმასაც ვეფერები სადაც არის იმასაც ულოცავ დღევანდელ დღეს თქვენ ეს ერთად დაიმსახურებ ორდენი მასწავლებლის გარეშე არაფრით არ მინდა წარმოგიდგინო ისიც გვიყურებს და ისიც ხედავ ასე მინდა რომ ვიფიქრო და მინდა გნახოს ასეთი ბედნიერი ბებია ასეთი ბედნიერი დედიკო მე თქვენ დავაპარაკება როცა მე ვაპარაკები ტელეფონზე ისე მიხარია ისეთი კარგი აურა მოდის ჩემთან ბედნიერი ვარ თუ ასე მე გელაპარაკ და გეფერება ამას ვაჟობია გენაცვალე ჩემი გული ხარ შედა ეს არის ჩემი სუპერმული ეს არის ჩემი ერთის წლის უკან და ეუნებოდა კარგო გადაგიხდის 90 წლის თავს და მე 100 წლის თავს თვითონ მე გამოვხედა და ჩემცინა და მოვესწრები აი ხარით რომ აუცილებლად უნდა გადაიხადო შენ ისეთი ადამიანი ხარ მე მოვალო აუცილებლად მოვალ მეთქი და აი ეს ძალიან მიყვარს ძალიან აი ესეთი ადამიანია იმიტომ 90 წელი არ არის ადამიანისთვის მაგრამ მაინც იმიტომ არის 90 წლის ეს არის პოზიტივი ხიანა ამას ვერ ნახავ მოწყენი რაც არ უნდა უჭირდეს რაც არ უნდა რაღაცა კონდეს შეჭამზე და ის ყოველთვის პოზიტიურად დაგიწყდება რომ ლაპარაკობ მე რაღაცას ვატარს ასე მგონია ჩემი მეუღლე
ელაპარაკება. მეთქი ძალიან გვანან თან ერთმანეთს. კარგად ხარ. დიდი მადლობა შემოსულიყო. ის ასი თვლის ავი მიაღიც, მაგრამ კი, იქნები შენ ასისტის აიხა. მე ავსანავდი. გაგაცინება ახლა. Беднира. Беднери წლებით მოდა ლამაზი და ბედნიერი წლებით იცოცხლეთ ხეიდან ასეთ გახარებული ხოხედა კიმოდი ხდება ავი მიყარია ჩვენს 4 და 1 ძმა და ყველა 4-ვე უმაღლეს დამთავრებული ვარ, მაგრამ ეს განსაკუთრებული, ეს იყო მათემატიკოსი, ეს იყო ის განსაკუთრებული არის ჩემთვის და ყველა ჩემი და-ძმისთვის. ჩემმა ძმამ ჩვენი წინაპარი არის 4 კეთილმოწესის დეკანოზები. ეს არის ჩემი ძმა, რომელმაც მე-27 ეკლესია გააკეთა. ჩვენს სოფელ კირსხში. ჩემმა წინაპარმა გააკეთა 26 ეკლესია. მე-19 მე-20 საუკუნეში და მე-27 ეკლესია მე-21 საუკუნეში გააშენა ჩემმა ძმამ. აი ეს არის ჩემი ძმა. დიახ. და რა ვიცი, ყველა ვანაერები ვართ, იცით, რომ ყველა ერთმანეთი რო გვიყვარდა, ხუთივეს ერთმანეთის იმისოდ ჩვენ ვერ ძლევდით. დედაჩემი და მამაჩემი სულ ასე იყო თავის სიცოცხლეში და ცხოვრებაში. მყავს კაი დიშვილები, უფროსი დიდა მყავს ინჟინერი ბიჭი, ესა ეკონომისტი. ამას ყავს თვითონ მამუკა აქ იყო და მისი და პროფესორია. მე მყავს ძმისშვილი ძალიან კაბი ის არის, აკადემიკი ის არის, პროგრამისტი არის და მეორე დამისი იურისტია. ესე იგი, კაი შთამომავლობა, მომავალი აქვს და ის ჩვენს ბაბუას, აკაკი ბაბუას სურათი იყო აქ შეცდა. ну გილოცავს სულ კარგად ჯამდელა და ბედნიერად იყავი შენ შვიდე და ჩვენს ოჯახთან ერთად. არის ჩემი და კიდევ არ მინდა რომ გამოვტოვო საქართველოს ოცეულში. აი ეს არის საქართველოს ოცეული უნიჭიერესი ადამიანები 20-ია აქ. 20 კაცია. და აქ არის ჩემი აზა, აგერარი აზულია. ეს არის საქართველოში 20 ადამიანი, მეტი კი არა უნიჭიერესები. ეს აი ბატონ გვანჯი მიმუშავა ამაზე. გვანჯი მანიამ. სულ კარგად იყავი, ჯანმრთელად იყავი, ბედნიერად იყავი. აუცი, ეს ჩემი ყველა საყვარელი ადამიანი, ჩემი დედიკო, ჩემი, რა ვიცი. შველელი ყველა ფილმზე, დედა, სულ დიდხანს მიმყოფოს, ასე ხნე, ასე ჯანმრთელი და გონება გახსნილი. და რა ვიცი, დიდი ხნის სიცოცხლე კიდევ დედა, მეტი რა გითხრით. აბა თქვენ კიდე მიდით თქვენ მიდით მოდი დამხატეთ დღეს აბა აიმე საყვარელი მეკავს და ხა ჩავთავო პეტიკი ლევჩენკოს იქ შვეიცარიიდან ჩავთავო ეხლა იურას ჩავთავო გალას და აგერ მოგილოცავს ეხლა ჯერ მოვა და ესება ჩავთავს სულ ყველა С днем рождения, здоровья, всего самого хорошего. Азов, по-моему. Спасибо большое, спасибо. Желаю большой радости, дети, внуки. Так что поздравляем вас. Поздравляем. Сейчас
попробуем конференцию. Владимир Михайлович. Да, ნატაშამ დამირეკიო და მიულოცავო. Наташа. შევსაკალგადიქნები, მეს კალგადიქნები, ეს ამ თავარი, ჩემო ერთადერთო, ჩემო კარგო, ჩემო ცხოვრება. კარგად. Сейчас иду. Да, мы были первый выпуск, так что вы к нам не присоединяйтесь. Сейчас нас сменят. რაღაცა იცით როგორ აი რაღაც ლამაზად რო დავიწყოთ ისე რას გვირჩევ დედაშენ ახლა ერთი და ძალიან დიდი მოხარული ვართ თქვენ მოგზავნით დიდი ბედნიერებაა დღევანდელი დღე ჩვენთვის ეს არის ნამდვილი აი როგორც იცით აი არ ეწყინო სარვის და აი ქორწილზე უფრო მაღალზე დგას ეს და წითელი ხაზით გასმული დღევანდელი დღე საერთოდ მე მგონი ნებისმიერი შულებისთვის მეგობრებისთვის და შვილიშვილებისთვის დედას ეს არის რაღაც ისტორიული დღე, მოდი ესე ვთქვათ. კიდე ძალიან იშვიათია, სამწუხაროდ იშვიათია, მაგრამ ეს შენ სამაგალითო ჩვენ გვაჩვენებს. კიდე გვაუმეორებ, რომ სიტყვის პატრონი ხარ, ამას ჩვენ გავაკეთებთ. ჩვენი მეგობარი სიტყვის პატრონია, ჩვენ სიტყვის პატრონები ვართ და ეს გააკეთე შენ და ამაზე მადლობას გიხდით და მე მგონი აქ ახლა ამ სუფრას რა თქმა უნდა როგორც ნებისმიერ ქართულ სუფრას ჭირდება წამყვანი თამადა და აქეთ ვილაპარაკეთ მეგობრები მაგრამ აქ ჩამოსული წესებია მაინც ჩვენთან ასე ისეა აქაური მასპინძელი ოჯახის ნათესავი უახლოესი მამუკას მინდა ვთხოვოთ ევანგელის სუფრა წაიხა ეს იქნება ჩვენთვის ძალიან სამაყო და ძალიან როგორ გითხრათ სასიამოვნო ჩემო მამუკა ხოთ ავწიოთ ხოთ მამუკას რო ვასიამოვნოს დღევანდელი დღე და როგორც სამადა ახლა გააგზავნებს ისე მიუყვეთ და თუ დაგვაძალა მაინც და თუ რაღაცა და ნუ რა ვიცი ამაზე ჩვენ ალბათ ყოველთვის კარგი რჩევა მახსოვს. რა იმდენ სიყვარულს ვერც გამოვხატა ვეხლა რაც მინდა რომ თქვა შენ სულაც ვერ გამოვხატა და დიდხანს იყავს შვილების და შვილიშვილების ყოველივე კარგი გენახოთ ცხოვრებაში და ღმერთმა დაგლოცოს და გაგაწიოს გაგიმარჯოს არ ტრანსპორტი მოვანახებზე უფრო მეტად ქართული ლაპარაკი და ეხლა ისა მეეგრული და ეხლა რაღაც ის მიდის პროგრესი ხო? პროგრესი ვარ, რეგრესი. სიღვაი შედარგავია. ხოდა. აზადეიდა. იცურდოგური. კინგაფამა დათე. ჩხოროიან და ნოლიან. Mucho miyorten do xwali mavara tel çiçkin ocaq mucho miyora tvan ocağı çiçkin didatsali miyort o da atakma muzmaşa movtini etsarina var ma ate tvan ocaqsa vamnom tumundeş don ate sasablasha do aşo tvan udesha autsibere çiçkin minode do çiçkin mole tvan zirapa Мумачкими сасабляша ашо თქვენი ოჯახში თქვა გიძრვან და ათაშ გიშურს მუშანდა მოდო მეურქვიშო ვარა ხარჩა ვარა სენჩი მაგარაზი ხოდო ათე თქვენი გარ მაყოფილ ვორეკ მუჭოთ ასე თქვა მუჭო რეთონთეში ბარძოს უსურვენ თქვენი
ხანას ათაში ვორდადე არის. ამინ. ხოდა ხოდა ბრიეს წანაშ სიცოცხლე და ასე ближайшие ხომ 95. და. ასე ლოშ ვამწუ ასე ლოშ. აგვისტოს თუნდაც მორტო მაუც ათაში და ვარია პარენენა და. გინო 20. გინო 20. ენაშა. ოთხანეში და ვიტო ხოჭავა. Каждый пятый радио. Все, каждый пятый юбилей вара. Да. Все записывается. Так что все. Каждый пятый. Товары атак, запись атак. ძნელი პირველ ზოგისთვის და მოსწავლისთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს როგორც აღზრდელი და მე ახლა მაგალითისთვის რამდენი რამ აქვს წინ ამ ქალბატონს ახლა ჩემს თვალსაჩინოში ის რომ ეს არის ჩვენთვის სამაგალითო მესხების ძლებისთვის იმიტომ რომ არის მართლა უბადლო მესხების ძალი შეუდარებელი აი ჩემთვის შეუდარებელი ქალბატონი ხარ ჩემი ძვირფასი ჩემი ძალიან საყვარელი დედასავი ტკბილი და ტყვილი სულ მინდა რომ აი ვაჩვენო ის ჩემი შინაგანი ორგანო გული რასაც ქვია როგორ მყავს შიგნით და ყველას უნდა ყავდეს ასეთი ძვირფასი ქალბატონი ოჯახის ღირსებებს რომ პირველ რიგში აყენებს მე არის დედა მე არის ბებია ამასაც ქალი გონებრივად ცინცხალი ახლა მართლა ტაში უნდა ამ გონებრივ ცინცხალს ისეთი ქალბატონი რომელიც ონლაინ ახლა გაკვეთილებს ატარებს 90 წლის და 100 წლისაც ჩაგეტარებინა ჩემო ძვირფასო პირმომხნეობით თამოწონებით არც სიტყვას არ მე როცა თქვენ გესაუბრებით ტელეფონით ის დღე ჩემთვის ბედნიერია 10-ზე ხშირად არის, მაგრამ არის ჩვენი სატელეფონო კავშირები და მართლა იმდენად პოზიტივია ჩემთვის ეს მთელი დღე სულ მახსოვს მისი წრიალა, მისი რაღაცა ძალიან ახალგაზრდული ხმა უმაღლია. ნამდვილად. და ყველასთან ალავერდი ვარ, ახლა ქალბატონებთან ჯერ არ მამაკაცებს მოусმენთ, მაგრამ არც ერთ ქალბატონს ამ სადღეგრძელოს თქმის გარეშე მე მაგ ჩემი უფლებები და არ დავტოვებ. აი, შენ ჩემი მაკა ხარ, სულ ამას გაიძახოდი და მე დღემდე ნამდვილად ვერ დაგიფასეთ ეს და მე ბოდის და აი მაპატიეს და ბოდის გიხდით. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მინდა აი ასე მხნედ ენერგიულად გამოიყურებოდეთ დღეიდან 100 წელი და ექსპერიმენტი ყოფილიყავით რომ ეს არის აზაგოშუა 100 და მეტი ნამდვილად ამინ აი მართლაც რჩეულთა ხვედრია რომ იყო ადამიანი რომელსაც მთელი საზოგადოება აი ღირსების მატარებელი და მთელი საზოგადოება რომ გაფასებდეს და ეს არის ეს ქალბატონი რომ მართლაც საუკეთესოთა შორის საუკეთესო ეტალონი ჩემი აზრიდან მზადებით და მინდა დღევანდელი ასეთი თბილი საღამო თბილად მოგილოცოთ. თქვენს მონაგართან ერთად იხარეთ და იბედნიერეთ. თქვენ ჩვენს სკოლაში ნამდვილად თბილ ამits ქმნიდეთ. ნამდვილად აგერ დამეთანხმება, ვინც ჩვენს გვერდით ვიყავით და ვინც თქვენთან ერთად გამოვიარეთ ის წლები. სიტყვები აღარ მყოფნის და მოდი ბოლოს მართლაც მინდა რომ აი ესე თბილი და გემრიელი აზრდეიდა იყავით და გყავდეთ ყველას აქ ვინც ვართ რომ გვენახოს თქვენი ბედნიერი და ჯანმრთელი მომავალი თქვენს მონაგართან ერთად. მამუკა მარიკას ვილოცავ და იქაც ვილოცავ ორდენი გძიას თქვენს ამდენი ხნის აი აქ გატარებას ჩვენთან და კიდე ვეტყვი რომ კიდე მოგცეს ბევრი წლები და ბედნიერი წლები გიყავით. გაიხარეთ. თქვენ გზადებით მრავალი თაობის აღმზრდელი
თქვენი ეხლა ყოფნით და ეხლანდელი მდგომარეობითაც ეხლაც დიდ თქვენ მომავალ თაობას და მრავალ თაობას კიდე მრავალ სახეზე. აი თუნდაც რა არის ისი ჩემთვის ერთხელ ჩავიხედე იქ სადღაც იმაში Facebook-ში და თქვენს მეუღლეზე გქონდათ მოგონება. და აი მე თვითონ მეც რამდენი გამომგებულია უკვე ცხოვრებაში 67 წლის ადამიანი ვარ და იმან ბევრი მომიმატა კიდევ. აი თქვენმა იმ მოგონება თქვენს მეუღლეს კარგ ადამიანს. აი ასე დიდხანს იყავით თქვენი მეუღლის მომგონებელი, თქვენი შვილების კარგი ამის მნახველი, გაიხარეთ შვილიშვილების ასევე და გაიხარეთ და დიდხანს და ბედნიერად იყავით. მე დიდი პატივია ჩემთვის რომ მომეცა დღეს უფლება თქვენ პირადად თქვენთვის რომ მომელოცა ეს იუბილე. და კიდე როგორც აკითხვა 5 წლის მერე, 10 წლის მერე და კიდე 20 წლის და 100 წლის მერეც ასე შეპრებილი ვიყავით და თქვენ ასე დავხვედროდით. ახლა მეუღლე რო ყოფილიყო, კიდე უკეთესი ხდებოდა. იმის მოსელებია და თქვენი შვილების კიდე კარგი გახარებული ხარით სულ ჩამგელარ და ასე წლის იუბილეზეც მოვა და დაგლოცავთ უკეთესად. ამინ. კარგად იყავით. გაიხარეთ. აი ეს ნამდვილად შემიძლია რომ რამდენი მინდა რომ გავიხსენო, როდესაც თევზს წყალი მოსწყურდება, ხო და მისწრაფი წყლისკენ, ხო? ასე მოვისწრაფოდი მე აზადაურდენი მასწავლის სახისკენ, როდესაც ცოდნის წყურვილი მქონდა. როდესაც ცოდნის წყურვილი მაგდა. ვინცავა, რაცავა ეს თქვენი ოჯახის დამსახურება, განსაკუთრებით თქვენი პედაგოგი ქვიათ თქვენ ზუსტად. აი, იცით რა არის სიმბოლო ხარ პედაგოგობის. ხალბატონმა ამდენი წელი იმუშავა და ერთხელ მისი ხმა აწეული არ გაუგონია მოსწავლეებს. ამისი კივილი, წივილი საიდან გაწო? დედა, შვილო, დედა. აი ასე წუმპეში ჩავარდნენ ადამიანს ამოიყვანდა და სწორ გზაზე დაახენებდა. რამდენი დიდი ძალის გაგიკეთებიათ. რამდენი გაჭირვებიდან ამოგიყვანიათ ჩვენი ყოფილი მოსწავლეები. მე თქვენთან ხო მოღაწეოდი, მე ხო ვიცით თქვენ მიმზადებოდით. იშვიათად თქვენნაირი პედაგოგები. აი იცით რა არის ხელის გულზე უნდა გატარებდეთ. თქვენი ყველა მოსწავლე. მე საზოგადოება და განსაკუთრებით მეურნეობის კოლექტივი, იმიტომ რომ თქვენ რაც მეურნეობის კოლექტივს სახელი დაუტოვეთ ორივე მორდენ მასწავლებელმა და აზამასწავლებელმა. თქვენ მარტო ტალენჯიხაში იყავით გამორჩეული? რესპუბლიკის მასშტაბით იყავით გამორჩეული? თქვენით ვამაყობდით. ახლაც ვამაყობ. დღეს აი ეკლესიაში რო ვიყავით, ნამდვილად იქ მღერს უთხარი რომ დღეს მე მივდივარ ისეთ პიროვნების დაბადების დღეზე, რომლებიც ქრისტიანული სულისკვეთებით არის აღჭურვილი მეთქი და ზუსტად ამ სულისკვეთებით ზრდიდით თქვენ ყველა მოსწავლეს. თქვენთვის არ იყო არანაირი ანგარება. თქვენთვის მთავარი იყო რომ ბავშვი გაზრდილიყო წესიერი, ზრდილობიანი და ადამიანური ღირსებების მქონე. არა ვიცი, აზამასწავლებლს ვერ ძებნის სიტყვებს, მე თქვენ შეგაფასოთ. გეუბნებით ძალიან მიყარხარ. ყველაფერი ნაცვლად გამოიხატა. წავიკითხე Facebook-ზე და შევინახე. ისეთი სიტყვები იყო, ყველასი აგერ ნანას მეორესი. ყველა შევინახე, ესენი რომ გავიხსენო. დიდხანს უნდა ვყავდეთ. ლამაზაშვილის აღზრდილიო დედამიწნია ღმერთად მამუკა. აი ისეთი ლამაზი შვილები აღზარდათ. კი ბატონო. მე მახშირება მოგცეთ ჯანმრთელობა და მე უსასრულებინა რომ ვყავდე აზამასწავლებელი. მე 5 წელი და 10 წელი არ მოვდი. უსასრულო უნდა ვყავდე.
ძალიან ბევრი კარგი ცხოვრებისეული გაკვეთილები, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება თვალისწინებდა რაღაცაში ვხაზავ. ძალიან მიყვარს. ძალიან გაფასებ. მრავალი წელი ჩავწერობამდე მამუკა მარიკა თქვენს ლოცავდებით დაბადების დღეს მრავალი წელი ყოლოდ ბედნიერა. სიყვარულით, მოწიწებით, პატივისცემით. მინდა აღნიშნო ის, რომ თქვენთან ერთად მოგზაურობა იმ სამყაროში, რომელსაც მათემატიკა ქვია, ძალიან სასიამოვნოა. მადლობა ამისთვის, მეგზურობისთვის, წინ რომ იძღვებით, გაიხარეთ დიდხანს და ჯანმრთელად ბედნიერად იყავით. დიდხანს გყავდეთ დედიკო. ჯანმრთელად და მხნედ. მადლობა. ყველაფერი კარგი თქვენთან არის და კიდევ ყოფილი დროს თქვენი შვილები გაგეხაროთ, როგორც გახარებული ხართ, ყველას უმოცავ აზაშვილებს. გაიხარე ზაირა. სანამ დედაჩემი ქალბატონო აზა იტყვის სიტყვას მე მინდოდა კიდე რამოდენიმე სიტყვა დავემატებინა თქვენი იმდენი თბილი სიტყვები თქვით, რომელსაც ნამდვილად ვერ დაამატებ, მაგრამ როგორც შვილი, ნამდვილად მე მაქვს სიტყვები, რომელიც შეიძლება დავამატო, იმიტომ რომ ამაში მაინც მაქვს უპირატესობა ამ სუფრაზე და დიდი მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის, ნამდვილად ეს პირველ რიგში ნამდვილი ადამიანი, ისეთი ადამიანი, რომელიც იზიდავს საერთოდ ადამიანის თავის სიძულვით, თავის პოზიტივით, თავის ენერგიით, თავის პატიოსნობით, თავისი სინდისით და თავისი სიტყვა, ლამაზი სიტყვებით და კარგი, ისე როგორც ლამაზი ემოციებით. და მეორე ის არის, რომ ეს ადამიანი იზიდავს როგორც რა თქმა უნდა, ეხლა სხვა არის, მაგრამ პედაგოგობა მაინც პედაგოგი ადამიანი, ეს არის, როგორ გითხრათ, იცით, ისეთი განსაკუთრებულია, როგორც ექიმი, როგორც თქვა, ახლა სხვა პროფესიებს არ დავასახლებ, მაგრამ ეს რაღაც ექიმი და პედაგოგი მე მგონი რაღაც განსაკუთრებული პროფესიებია, რომელიც დამოკიდებულია საერთოდ ადამიანის ჯანმრთელობას და მომავალს. პედაგოგის გარეშე ვერ გახდები ვერავინ. და ექიმის გარეშე კიდე შეიძლება პედაგოგის გარეშე ექიმი ვერ გახდები. ისიც მართალი ხარ, ესე იგი, აგერ ბატონმა ბადრმა, აგერ კიდე რაღაცა ის სწორედ გაუსვა ხაზე, რომ ის ექიმის პედაგოგის გაზრდილი არის და ეს საფუძველი ეს მოდის ნამდვილად ის უძველესი ისტორიიდან, ეს უძველესი სამრეწველო რა იყო, ის ფილოსოფები, სკოლა პედაგოგები იყო, ის პლატონი და არისტოტელე, მაგენი პედაგოგები და ნიშნებდნენ და მე გახდნენ ფილოსოფები და რა თქმა უნდა და აქ ლაპარაკობდით სუფრაზე აგერ ჩვენ და რაფერ მიაღწია ესე რომ ესე გონებრივია ესეთი ისაა და იცით რა არის ერთი პრინციპი ქონდა ჩვენ ოჯახს ხა მამაჩემი ახსენეთ მაგაზე რა თქმა უნდა კიდე ითქვა ხო და ერთი პრინციპი იყო ოჯახში ბავშვს მიეცეს შრომით მოყვარეობა ეს იყო ის მამაჩემის სიტყვები ყოველთვის შრომა უნდა გიყვარდეს ეს არის როგორც იცით აი ადრე მაოს წიგნი ქონდათ არ ვიცი მაგას მაოს წითელი წიგნში ეწერა თუ არა მაგრამ იქ მე მგონი სხვა რაღაცები ეწერა მაგრამ მამაჩემის იმ წითელ წიგნში ეწერა პირველ რიგში შრომა გიყვარდეს აი შრომის უნარი უნდა და შრომა პირველ რიგში აუცილებელი არა შენ გახდები მეცნიერი თუ რაღაცა შრომელი ადამიანი უკვე კაცი ხარ შრომით მოყვარე ადამიანი უკვე ფორმირული ხარ ადამიანი ხარ და რაღაცა პიროვნება ხარ და ამ პრინციპს აღზარდეს ჩვენ მე მახსოვს მე სკოლა დავამთავრებ და პედაგოგი ადამიანები ორივე პედაგოგი სკოლაში ვარი და ინსტიტუტში ბავშვებს ამზადებდნენ ეხმარებოდნენ ისუს ჩაბარება და არიქა ეხლა შეგვარცხილო შენ თუ ვერ ჩააბარე მე უნებოდი შენ იქნები ბაცო ვიფიქრე კაცო მე თუ ვერ ჩავირიცხე მაშინ დიაგნოზი არ დაიხსნა თქვენ რა პედაგოგი ხარ შვილები თუ ვერ ჩარიცხეთ ინსტიტუტში და მეც რაღაცა ვიფიქრე და არც ადამიანის ხდება თვიში ერთი თვე ვიყავით
ეს იყო რაღაცა, რა ვიცი, წიგნი დაიწერება, მოკლე მეტრაჟიანი ფილმის გადაიღება, იმაში რომ დღე და ღამე ვიჯექით ამოცანებს სნით. ესე იგი, იმიტომ კი არა რომ მე უკვე რაღაცა უკვე არსების არა, იმდენი ენერგია ქონდა. დედაჩემს ახალგაზრდა იყო შედარებით და იმდენი კიდე ამოცანა და ესე იგი რაღაცნაირად მეც ამ იმაში შევვერდი რა, ამ ენერგიაში და აი რაც ჩაიფიქრა, ყველაფერი გააკეთა. და საერთოდ რო გითხრათ ახლა დედაჩემი იყო ყოველთვის რაღაცა დრაივერი ოჯახში, დრაივერი ხო იცი რაღაცა აი იმის მიმცემი ენერგიის მიმცემი. სულ ესე მახსოვს და ორდენი ახლა ბილ цаრი და ახლა მეფე ორდენი იყო, მაგრამ იქ ახლა კარდინალებიც არის, იცოდე იქ კარდინალი ხო და ის ხო და იმას კიდე მოვყევით აქ და ხო ხედავთ ახლა იქ პედაგოგებთან არის უფრო ახლოს, მაინც ის პედაგოგიური სული, პედაგოგიური, ესე იგი ეს არის მაგის ცხოვრება და დღესაც რომ ვამბობთ აქ რას მოვყევი რომ აქ რატო საიდან და რატო და ზის და მარგის ისა მეორე კლასის წიგნი გამომიგზავნე, აი ამეცადინებს იქიდან ჩემ შვილს. მესამე კლასის წიგნი და გამოგზავნდი აქეთ კურიე მოუტანს, მეოთხე კლასის გამოგზავნე. ეს წიგნი გამოხსენი, ყველაფერი უკვე ამოხსნილია, ეს გამოხსნილია, ეს ამოხსენი, მე-6, მე-10 კლასი და აი სულ ყველა მაგალითებს თავიდან იმეორებს. ესე იგი, ეს არის მაგის კრედო ცხოვრების. ეს არის მაგის ენერგიის მომცემი. მე კიდე გადახედეთ, კაცო, სულ ყველა ახალგაზრდა გოგოები ამასთან არიან. რაში ყავადავლიეთ, აგერ აქ ტორტი რაღაცა მივირთვით, აგერ ესე იგი ეს რა არის, იცით? ეს არის რაღაცა მე მგონი, ახლა იმიტომ კი არა რომ ხა დედაჩემი სხვანაირად არ გამიგოთ, ახლა ვინც არ უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანი პოზიტიური, ესეთი პოზიტიური ადამიანი საერთოდ ეს არის რაღაც დღეს იშვიათი სამწუხარო. ხო და ესეთი ადამიანი დასაფასებელია და ამისთან აფასებს მე ადამიანებს ახლა ბევრს ვხდები კიდე რაღაცა და ვიღაცას შევხვდები ძალიან ვაფასებ. პოზიტიურ ადამიანს ძალიან ვაფასებ და ეს არის ჩემთვის რაღაცა აბა საჩუქარი რომ ღმერთმა მაჩუქა ესეთი პოზიტიური ადამიანი. დედა კიდევ ერთხელ ამას ახლა უნდა მოყვება კიდე წლები და კიდე ბევრს ვლაპარაკებთ, კიდე რაღაცას. კი, ძმა დაგეკარგა წელიწადზე, აგერ წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა. ძალიან გადაიტანეს, მანამდე დები დაგეკარგა. ძალიან გადაიტანე, მეუღლე, მაგრამ ასე თუ ისეა, შენ იმ პრინციპით ხარ, რომ შენ უნდა იყო და მაგათი როგორ გითხრა, იცი, გამტარებელი ყოფილიყავი და მაგათი ყველაფრის იყო. მერტმა ჯანმრთელობა მოგცეს და სულ ყველას მიეცეს ჯანმრთელობა ვისაც არის, აი 90 წელს რომ ვიცნებით, აი მაგაზე უარესი არ ყოფილიყოს, არამედ უკეთესი ჯანმრთელობა ქონდათ სულ ყველას. დიდი მადლობა, როგორც შვილი, ისე გეუბნებით სარეზოლოს. გაიხარ. დედა, იტყვი? მეგობრობა, სტუმრებს, მეგობრებს, ყველას ვინც აგზანდება ასეთი დაფასებისას. ალბათ რაღაცა მართლაც ჰქონდათ ჩემი სიყვარული, თორე ისე ასე ორგანიზებულად არ იქნებოდა აქ შეკრება. ამ შეკრების მიზეზი პირველ რიგში არის ჩემი შვილი და ჩემი კარპი. კარპი 75 წლის ვიყავი, როცა დაიწყო მე აზადეიდას გადავხდი 90 წლისამ და მეცნიერებოდა რა მინდა 90 წლამდე რამე მოხდა ეს. დიდი მადლობა, დიდი მადლობა ჩემ კარპის. კარგი ოჯახი აქვს, კარგი ადამიანი აქვს, მარტო ჩემთან კი არ იქცევა ეს ასე. ეს ასე იქცევა თავის მეგობრებთან, თავის ამხანაგებთან, თავის კოლექტივთან, ასეთი კეთილია, ასეთი გულუხვია და ამიტომ ღმერთმა კარგად იყო და ამიტომ მართლებს კარგად. როგორც შვილებში, ოჯახში არაჩვეულებრივი მეუღლე იყო ჩვენთან აქ.
არაშებული ბიჭი საკრებულოში მუშაობს იყო ჩემთან აქ, ესე იგი მოუნდენად და ისინი ჩემთან არიან და როგორ მიხარია. კარგად იყავი აილოჩოს. დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს. შეფასებისათვის, ყურადღებისათვის. მე რა შემიძლია თქვა, რომ ასე რომ გაფასებს კაცი და ასევე ეს არის ისეთი აურა, რომ მართლაც მე მომემატა 1-5 წლის სიცოცხლე მაინც ახლა და დიდი მადლობა ჩემ შვილებს. კარგი შვილი, კარგი სიმღერე, ცუდი შვილი, ცუდი სიმღერე. მე ეს კარგი სიმღერე შევიქმნის ჩემმა შვილებმა. იმიტომ რომ ყოველი მათი ჯარში არის მოფერება. და რა უნდა მე მოხუცებულს, ხანდაზმულს მოეფერე, მეტი არაფერი არ უნდა, მაგრამ ყველას არ შეუძლია ეს, იცით, ყველას არ შეუძლია. ამიტომ ვინც ეს ყველას შეუძლია, იმას გაუმარჯოს, არა? რა უნდა ახლა მოხუც რა კარგად გამოიყურება? გამოიყურება, თუ არ გამოიყურება, რა კარგად? აი ეს მითხარი და მეტი არაფერი არ ხოთია რა. აი ასეთნაირად მე მიხარია ყველა ადამიანის კარგად ყოფნა. მე ადამიანში არ ვეძებ შავ წერტილებს. მე ვეძებ მხოლოდ თეთრ წერტილებს და აი ამით მე ვხარობ და იმასაც ვახარებ. რა მინდა ეს შავი წერტილები დაბალი კაცო აქეთ ხო ყველას გვაქვს რაღაც აქეთ და რა მაგრამ ეს რა უნდა ამას თვითონ მაგრამ ამას ყველას ამას უნარი არ აქვს ყველას არ აქვს ამის უნარი მაგრამ მე ვიქებ ჩემ თავზე მე მაქვს იმის უნარი შევაფასო ადამიანში კარგი შევხვდები და ჩვენი სუფრა ის განსხვავება სხვა ქვეყნებისგან ქართველები ჩვენ ერთმანეთს ვმოცავთ აღნიშნავს მას სიკარგეს არა დიახ რა გაქვს კარგი და სხვაგან კიდევ ასეთები არ არის ჩვენი სუფრა უფრო სხვანაირია იმიტომ რომ უხარია აი ეს სიტყვები ასეთ რომ მიხარია სახში რომ მივდივარ ისე კალხასიაზე ვარ ხომასია რა აი დირი და კოსი შექმნება კაცი გეტყვის კარგ გამარჯვებას და ეს ორ სიტყვას საქებარ და მე მაგასაც და კარგად გამოიყურები ამას თემეთი რა ხელი დღეს შემდის ხომასია რა დიდი მადლობა უღრმესი მადლობა ძალიან განიცადე ძალიან ვინერბიული იმიტომ რომ ის რატო შევაწუხე ბატონი კარგი ეს რატო შევაწუხე ეს რატო შავიწახ არიქა არ თქვა არ გაბედოთ მოვედი ამ დღემდე და ახალ მაყოფილი ვარ ყველასაც ერთად შეიძლება მართლა ეხა ხუთი სიცოცხლე მართლა მაგდა შემდეგ კიდე რაღაცა გენაცალი ახლა ჩემს მე უყდე ორდენი მესიას მე ასე მქონია მას თვიში რუქა ყონდა აბა ყველაფერი როგორი სუდა ცოცხალი ენციკლოპედიაა ყველაფერი ყველა განტოლება ყველა ამოცანა ყველა იანდა არაჩვეულებრივი ნიჭიერი მაგრამ ახლა როგორ ორდენის ხო იცი ზოგიერთი მაუკეთესი ხდებოდა რადგან ხალხი უცხო მეშნო მქონდა ყონდა შნოდა აი ასეთი კარგი ბიჭი გამოვიჭირი რა გინდა მე ვინ გიწუნებდა ერთი დამანახა კარგი კაცი იყო არაჩვეულებრივი შრომის მოყარე მაგრამ შენ სუმისო და ათოს აიღებდა და დადექი შენ და არაფერი არ მოთხოვდა ხო დადექი რა ჩემი კაია კაცო დადექი კაია ხო და მოთხოვდა და ასეთნაირად მაგრამ კარგი კაცი იყო რომ ცოდნე კაცი იყო რასაც იყო და ყველაფერი სასაწერი იყო ისე სიტყვებს იყო და საიდან მოქონდა ეს სიტყვები მე არ ვშჩი საიდან მოქონდა და ამ შემთხვევაში თქვენ მამას გავხართ მამას უცხო და მე უნდა ეს ბიჭი რატო დედიკო შენი მოძღვარესი იყავი რასო არა დედიკო მამა იყო სულ სხვა კაცი მართლა კაცი ლეგენდა იყო მაგრამ მართლა კაცი ლეგენდა აი ასეთი იყო თორემ ცოდნა ქონდა კარგი ადამიანობა ქონდა ბავშვები უყვარდა ამხანაგი უყვარდა ჩვენ რა ერთ თანამდებობას ვერ ვიშვებდით ან სასწავლო ნაწილას არა
ჩვენ უცხოელი განათლების განყოფილებაში ჩვენ ვიქნებით რიგითი მასწავლებელი. ამას ჰქონდა მიზეზი ორდენთან. ორდენის მშობლიური მდგომარეობა ყველა მშვიდ როგორ იყო, მაგას დირექტორად წასვლა არ შეიძლება დირექტორად წასულიყო. ხოდა მაგრამ ახლა მე რა მე სადაც მეუღლე იყო დირექტორად წავიდოდი? როგორ შეიძლება? რაღაცა ხო ისებოდა რაღაცა ლაპარაკი და ვიჩუდა დაეცვა. Bravo, Javier!